მასწავლებელთა სერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 16. ზამბარაზე დაკიდებული სხეული გადახარეს წონასწორობის მდებარეობიდან ვერტიკალურად ქვევით 5 სანტიმეტრით და გაუშვეს ხელიო. სხეულმა დაიწყო ჰარმონიული რხევა 0.25 ჰერცის სიხშირით. პირველად რა დროის შემდეგ ახლა სხეულის სიჩქარე მაქსიმალურიო. იბატორი ჩავწეროთ მოცემულობა, მოცემულობით ჩვენ გვაქვს რომ x0 გადახრა ეს ტოლი არის 5 სანტიმეტრის, ნიუ სიხშირე ტოლი არის 0.25 ჰერცისო. და ვიკითხებიან იმ დროს, რა დროშიც ეს ჩვენი სხეულის სიჩქარე გახდება მაქსიმალური. ეს დავარქვათ ამ დროს. აი, მოდით ავიღოთ ახლა ჩვენ ზამბარა. ასე ზამბარა. ეს არის პირველი შემთხვევა. გადახრამდე იყოს ეს შემთხვევა. ეხლა ავდგეთ, ავიღოთ კიდე მეორე ზამბარა და ეს ზამბარა გადავხაროთ. გადავხაროთ ქვემოთ, ასე წავაგრძელოთ. ასე. ეს მეორე შემთხვევაში უკვე წაგრძელებული გვაქვს. და აი რა იქნება ეს გადახრა, ხო? აი ეს არის ზედა მანძილი რო ავიღოთ, ეს ერთი შემთხვევა, ეს ნულოვანი დონით ავიღოთ, აი ეს იყოს ნულოვანი დონი. აი ეს შესაბამისად რა გვექნება? რაღაცა ვერ დაიხატა მთლად კარგად, მაგრამ არ აუშავს. ასე. აი გადახრა არის აი ეს მანძილი ზუსტად. აი ეს არის x0 მანძილი. უდრის 5 სანტიმეტრს. და გადახრის შემდეგ რა მოხდებოდა? ეხლა ამ ზამბარაში აუძლებოდა დრეკადობის ძალა, F დრეკადობის ძალა. და ამ დრეკადობის ძალის სიმძიმის ძალის თოლქმედით ეს სხეული აჩქარდებოდა. აჩქარება იქნებოდა და დაიწყებდა ოსცილაციას ხევას ეს ჩვენი m მასის სხეული, ხო? m მასის სხეული. ეხლა ხევა როგორც ვიცით შედგება 4 ამპლიტუდისგან, ხო? ესე იგი პირველად სხეულის სიჩქარე როდის გახდება მაქსიმალური? მაქსიმალური გახდება, რადგანაც 4 ამპლიტუდისგან შედგება, შესაბამისად რა გვექნება? ესე იგი T4-ის T4-ად დროში გახდება სხეულის სიჩქარე მაქსიმალური. ესე იგი, როდესაც T4-ის T4-ს. მეორე მხრივ თუ გავითვალისწინებთ, რომ T პერიოდი არის სიხშირის შებრუნებული სიდიდე ნიუ, ეს კიდე ტოლი არის 1 შეფარდებული 0.25 და ეს კი ტოლი არის 4 წამი. პერიოდი არის 4 წამი. და პერიოდით 4 წამია და რა იქნება ის დრო, როდესაც სხეულის სიჩქარე მაქსიმალური გახდება? ეს მაგივრად შევიტანოთ 4 შეფარდებული 4-დან. ეს უდრის 1 წამს. ესე იგი გამოგვდის ჩვენ რომ ამ ჩვენი სხეულის სიჩქარე მაქსიმალური პირველად, კიდე გახდება, შემდეგ კიდე 1 წამის შემდეგ. პირველად გახდება T უდრის 1 წამის შემდეგ სხეულის სიჩქარე მაქსიმალური. 1 წამის შემდეგ პასუხი G.